პირველ კითხვას თქვენც ასევე დაგისვამთ ამერიკის ელჩის შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილთან საელჩოს განცხადებაში ეს შეხვედრა ამ ფორმულირებით არის დასათაურებული შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩვენ თუ კომენტარებს გადავავლებთ თვალს მათ შორის არიან პროტესტის მონაწილეები რომლებიც აკრიტიკებენ იმიტომ რომ ეს აღქმულია როგორც ლეგიტიმაციის მინიჭება ბოჭორიშვილისთვის თქვენ როგორ აღიქვამთ და რა სეტყოდა თქვენი აზრით ელჩი მოგესალმები, მიესალმები ჩვენს მაყურებელს. ფაქტია, რომ ჩვენ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული პარტნიორები არა ვართ. ეს დოკუმენტი შეჩერებულია, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ნაცვლად მეგობარი აქტის პროექტი შეიტანა კონგრესში, რომელიც არის ორპარტიული, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების და იქ არის ძალიან კატეგორიულად დაყენებული საკითხი, რომ საქართველო ან უნდა დაბრუნდეს, ესე იგი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ან წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული ტიპის სანქციები და წინააღმდეგობები და ასე შემდეგ შეხვდება. ასე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დღევანდელი ურთიერთობა არის საკმაოდ, მოდი ასე ვთქვათ, ცივი რა, ესეთი ვითარება, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს. დიპლომატიური ურთიერთობა დაგვიფაროს ღმერთმა, რომ არ გქონდეს ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ან ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან. ეს დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს. თან მე მინდა ყველა დაინტერესებულ მაყურებელს უთხრა ახლა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რომელსაც ჰქონდა შეხვედრები თავის სათავო ოფისში, თავის დეპარტამენტში, საგარეო საქმეთა დეპარტამენტში ამერიკის და ჩამოვიდა კონკრეტული რაღაცა ტიპის მესიჯები, გზავნილებით, რომელიც უნდა გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას და თუ არ შეხვდნენ ერთმანეთს, ისე როგორ მოხდება ეს გადაცემა გზავნილების, წარმოუდგენელია. ეს არაფერ შუაში არ არის არც აღიარებასთან, არც ლეგიტიმაციის ხარისხის მომატებასთან და ასე შემდეგ. უბრალოდ ორი სახელმწიფო, აგერ ხედავთ უკრაინა და რუსეთს შორის ომია პირდაპირ იარაღებს ესრიან ერთმანეთს და ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომ მათი წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ამიტომ არაფერი ამაში არ არის არც მოულოდნელი და არც ასე ვთქვათ რაღაცა იყო თუ არა რაიმე კომუნიკაცია ოპოზიციასთან მათ შორის? როგორ? კომუნიკაცია ოპოზიციასთან ხომ არ ყოფილა? არა, მე რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იქნება. მე ერთსაც გეტყვით, ბარემ ამ თემასთან ერთად, რომ შესაძლებელია, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ელჩებმაც რაღაცა ტიპის თავისი მოსაზრებები თუ შეხედულებები გადასცენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. თქვენ იცით, როგორი პროცესები მიდის ახლა მთელს მსოფლიოში, არის ეს რუსულ-უკრაინული კონფლიქტი, სადაც არის დაწყებული მოლაპარაკებების თემა, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება საერთაშორისო ასპარეზზე. ევროკავშირი გააქტიურებულია საკმაოდ, ეს მხოლოდ მისასალმებელია, ეს გააქტიურებული ევროკავშირის ქვეყნები რა ტიპის ესე იგი წინადადებს დაუყენებენ საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენ არ ვიცით. რაზეა დამოკიდებული მათი წინადადებები? ერთია ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც გაუკრიტიკებიათ, დაუსჯიათ, სანქციები დაუწესებიათ, თუმცა დღეს ამერიკის ელჩი რომ ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, თქვენი აზრით შეიძლება იქ იყოს ახალი არჩევნების მოთხოვნა დაყენებული, ან რას უყურებს დასავლეთი, როცა ქვეყანაში რაღაც კრიზისის მოგვარება უნდა და აქვს გამოვრიცხავთ, როდესაც დასავლეთი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც ახლა ამ რუსეთ-უკრაინის ამბავმა გადაფარა ყველაფერი. მოდი გულწრფელები ვიყოთ რა. ახლა საქართველოს თემა ამერიკისთვისაც და ევროკავშირისთვისაც გადავიდა უფრო უკანა პლანზე, იმიტომ რომ ძალიან გააქტიურდა ამ რუსულ-უკრაინული რაღაცა მშვიდობისა და ომის თემები, ასე შემდეგ და არაერთხელ არის დაფიქსირებული ამ 100 დღეზე მეტხნიანი უკვე მეოთხე თვე დაიწყო პროტესტი მიმდინარეობს რუსთაველის გამო. არაერთი მესიჯი გვაქვს ნანახი ევროკავშირის ძალიან მაღალი წარმომადგენლობებისაგან, თანამდებობის პირებისაგან, ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებისაგან, რას მოითხოვენ ისინი საქართველოს ხელისუფლებისაგან, თუ ევროპული ინტეგრაცია გინდა, მაშინ რაღაცა სტანდარტებში უნდა იყო. ევროპული ინტეგრაცია თუ არ გინდა, მაშინ წინააღმდეგობაში მოდიხარ საკუთარ კონსტიტუციასთან, რომელშიც გიწერია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის მოთხოვნა, რომელსაც ქართველი ხალხი
ითხოვს საკუთარი ხელისუფლებისაგან. ეს არის. ამიტომ ხელისუფლება კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. როგორ განვითარდება მოვლენები, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია რუსუდან ეხლა ჩვენ წინასწარ ეს ამბავი ვიცოდეთ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს ეხლა ამერიკის წინასწარმარიც ამბობდა, რომ ახლა ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება ეს მოცემულობა მისთვის მაინც მართლაც არ იყოს არც საიმედო თუ ასე ვთქვათ დამამშვიდებელი, თუმცა რა მდგომარეობაში ხართ თქვენ? ეს პროტესტი რაც 100 დღეზე მეტია მიდის. სჭირდება თუ არა მას რაღაც სხვა ბიძგი, ამ ბიძგს ოპოზიცია მისცემთ თუ ქართული ოცნების მორიგი შეცდომა რაიმე თუ ტრამპის და უკრაინა-რუსეთის გადაწყვეტა, ანუ რა სჭირდება ამ პროცესს და რამდენად ხართ თქვენც ასევე საუკეთესო ფორმაში ახლა? გეტყვით ძალიან გულწრფელად ჯერ რომ დავამთავროთ ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის თემა, ერთი არის ფაქტი, მოდი შევხედოთ რა. ყველას შეხვდა ტრამპის ადმინისტრაცია მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვს ძალიან გადატვირთული სერიოზული გრაფიკი, ხო? შეხვდნენ აზერბაიჯანელებს, სომხებს, თურქებს, რუსებს, ყველა შეხვდნენ ჩვენ სამეზობლოში საქართველოს ხელისუფლების გარდა. რაც მე მაქვს ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ როგორმე კომუნიკაცია დაამყაროს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ისეთი კომუნიკაცია, რომელსაც მე თავისი გაძლიერებისთვის გამოიყენებს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. და კი ხანდახან გამოდიან მათი სპიკერები და ბაქიბუქობენ ტელევიზიით, რომ ასე აი ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ამბობს ამერიკა და იმას ამბობს ტრამპი და იმას ამბობს უკვე რაღაცა deep state-ი უნდა დავამარცხოთ ასე შემდეგ, მაგრამ დიდი ხალისი და ბედნიერება სახეზე არ ეტყობათ. ამიტომ ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტრამპთან, ტრამპის ადმინისტრაციასთან მათი ურთიერთობები არ მიდის ისე სახარბიელოდ, როგორც მათ წარმოვედგინათ ეს ამბავი. თუმცა ახლა ოპოზიციაზე რო გადავიდეთ, მე რუსუდან გეტყვით, რომ ვარ ძალიან დიდი ხანია საპროტესტო აქციები მინახავს. ასეთი არაფერი არ მინახავს, რაც საქართველოში ახლა ხდება. 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიდიოდეს უწყვეტი პროტესტი, რომელსაც არ ყავს ლიდერი, რომელსაც არ აქვს კონკრეტული მოთხოვნა კი არის ჩამოკიდებული ჰაერში პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ადამიანთა ადრესატი არ აყავს ამ მოთხოვნას. არ არის დაუშვათ რაღაცა კონკრეტული ქრონოლოგია გაწერილი, რომ აი ასე უნდა იყოს, ამდენი დღის მერე ასე. მე მაინც ქრესტომატიული პროტესტის მომხრე ვიყავი თავიდან, ერთსაც გეტყვით ახლა, რომ როგორც მე გეუბნებით, ისეთი პროტესტი რო დაწყებული იყო რუსთაველის გამზირზე, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლებას უფრო მალე დაეშალა, უფრო ადვილად გასულიყო ლიდერებზე, ვინც არიან პროტესტის ლიდერები და უფრო ადვილად გაენადგურებინა დაუშვათ ეს რაღაცა მენეჯმენტი საპროტესტო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი ფაქტია, რომ ამ 100 დღიანმა პროტესტმა, 100 დღეზე მეტხნიანმა პროტესტმა თავის შედეგი გამოიღო, იმიტომ როცა მთელი ევროპული სოლიდარობა და ამერიკული სოლიდარობა ამ დღეების განმავლობაში მომდიოდა, სწორედ დამსახურება იყო ამ რუსთაველის გამზირზე და საქართველოს ქალაქებში მიმდინარე პროტესტების. და ამათ შედეგი გამოიღო, ხელისუფლებას არ აქვს აღიარება, თუმცა მაინც დიპლომატიურ ურთიერთობაში ესაუბრებიან მას, ვინც ერთის მხრივ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას იღებს და ფაქტობრივად მართველი ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ არის ქართული ოცნება და მეორეს მხრივ შესაძლოა ესაუბრებოდნენ მას, იმიტომ რომ ვერ ხედავდნენ მეორე მხარეს ასე ვთქვათ კონკრეტულს ალბათ ერთს ვისაც გაესაუბრებენ. რა არის, იცი ხელისუფლებას, ფაქტობრივ ხელისუფლებას რომ ესაუბრებიან, ეს ლოგიკა არის. რა თქმა უნდა, აბა ჩვენ რა მოთხოვნებიცა გვაქვს? დემოკრატიული ამბები, რაღაც კანონმდებლობის გაუარესება, არჩევნების დანიშვნა, საჯარო მოხელეები, იქ რაღაც ტიპის მედიაზე და არასამთავრობოებზე ზეწოლები, ასე შემდეგ. ამ თემებზე ახლა ოპოზიციასთანაც ექნებათ კომუნიკაცია, მაგრამ ოპოზიცია ხო არ არის ამ თემების მომგვარებელი და ოპოზიციის გამოისობით ხო არ არის ქვეყანა საბჭოთა კავშირისკენ მიყავს აშკარად ხელისუფლებას, ამბობს რომ ეს ოპოზიცია არის ცუდი ოპოზიცია, იმიტომ რომ მე მაკრიტიკებს და აგერ კაი ოპოზიციას დაგინიშნავთო და ამბობს ვიქტორ ჯაფარიძეა კაი ოპოზიციონერი და ეს იქნება ოპოზიციური პარტია. კარგი, აი მაინტერესებდა იგივეს ამბობს სხვადასხვა მიმართულებით ყველაფერს, ამიტომ რო ელაპარაკებიან, ამაში არალოგიკური არაფერი არ არის, ეს ძალიან ლოგიკურია და ვფიქრობ, რომ საქმე იმაში არის, რომ ამ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებმა ეს დალაპარაკება, რომელიც საკმაოდ მძაფრი, საკმაოდ რადიკალური და საკმაოდ უსიამოვნო იყო დღევანდელი მმართველობისათვის, ეს დალაპარაკება, როგორც ხედავთ, გადავიდა სხვა პლანზე რა, მეორე უკანა პლანზე გადავიდა და ველოდებით ყველანი ახლა აი დღე-დღეზე უნდა გადაწყდეს
აი რუსეთის აი მოცემულობა ასეთია, ასე ხედავთ, რომ ახლა რაღაცნაირად არათუ ქართული ოცნება, ალბათ უპირველესად ქართული ოცნება, მაგრამ არა მხოლოდ ის, არამედ ყველა ველოდებით რა გადაწყდება. ყველა ველოდებით არის პატური სიტუაცია. მოდი ჭადრაკი თუ ვიცით, ჭადრაკში არის პატი, როდესაც სვლა არ აგაქვს რაღაცა ხელისუფლებას არ აქვს აი მდგომარეობა, არც აქეთ მე პროტესტანტების მხარეს არ არის რაღაცა ისეთი ტიპის წარმატებები, რომელსაც ჩვენ ველოდებით. მე ვფიქრობ, რომ მაინც ამ პროტესტმა ერთგვარად პოლიტიკური ელფერი უნდა შეიძინოს და უნდა გადავიდეს პოლიტიკურ რაღაცა იმაში სტანდარტებში. აი რა წარმოგიდგენიათ ასეთად? აი ეს პოლიტიკური შეფერილობა ნიშნავს იმას, რომ პროტესტი უნდა იყოს, აი კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებს მისგან ვითხოვთ. აი ვისგან ვითხოვთ? პრემიერ-მინისტრისგან ვითხოვთ, პარლამენტისგან ვითხოვთ, ივანიშვილისგან ვითხოვთ, თუ ვისგან ვითხოვთ. როდესაც არავისგან ამას არ ითხოვ და ეს აბსტრაქტულად კიდია ჰაერში, არავით არის დისკომფორტი არ აქვს, არც ივანიშვილს, არც კობახიძეს, არც პაპუაშვილს, არავის არ აქვს არანაირი ტიპის დისკომფორტი. მაშინ როდესაც კონკრეტულ ადრესატს უყენებ რამე მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები არ თავდება და თან ახლა 100 დღეა მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ზეწოლა გამოდის ხელისუფლებაზე და უფრო მეტი ზეწოლა გამოდის ხელისუფლების ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველებზე. ეს არის მე ვფიქრობ ერთი თემა, რომელზედაც ოღონდ ეს ამბავი რა არის? ხა მოდი ამაზეც გულწრფელად ვისაუბროთ რა. ეს პროტესტი ხა რომელიც ქუჩაში დაიწყო, გაყალბებული არჩევნების გამო არ დაწყებულა. გაყალბებული არჩევნების გამო, როდესაც იყო პარტიების მიერ ორგანიზებული, რომ აი 25 ნოემბერს ჩვენ უნდა ჩაგვეტარებია, როცა პირველი სხდომა იყო ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, ძალიან კრიტიკულად ცოტა ხალხი მოვიდა და 28 ნოემბერს შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბარემ ეხლა ესენი განადგურებულები არიან და ბარემ ჩემ ყველა გეგმაზე ახლავე ვიტყვი, რომ მე ზედმეტი თავის ტკივილი არ შემემთხვას და ეს იყო 28 ნოემბერს, როცა თქვა, რომ დაივიწყეთ 2030-მდე ევროკავშირი. ამას მოყვა საპროტესტო ეს ტალღა და ამ პროტესტს კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ლიდერი ყავს, 10 ლიდერი ყავს, შეიძლება 100 ლიდერი ყავს, შეიძლება მეტი ყავს, მაგრამ ეს ლიდერები, რომლებიც არიან რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორები, ასე ვთქვათ, და პოლიტიკური შემადგენელი რაღაცნაირად უნდა დაეკონტაქტოს ერთმანეთს. ეს რაღაცა ტიპის ამ კომუნიკაციის გარეშე რაღაცა ტიპის მეტამორფოზა ამ საპროტესტო მუხტისა და საპროტესტო აქტივობისა შეუძლებელია, მე ვერ წარმომიდგენია. თუმცა ერთ რამეს გეტყვი, თუ რუსთაველზე ისევ არ განახლდა 100,000-ობით ადამიანის პროტესტი და მაშინ არ დანიშნავს ხელისუფლება ამ არჩევნებს გამორიცხულია, იმიტომ რომ მან ალბათ საჭირო ამ ადამიანების მოსმენა, რა სითხოვენ ისინი პოლიტიკოსებისგან, რომ უფრო მეტად მობილიზებით გამოვიდნენ რუსთაველზე, ხომ? იმიტომ რომ ბევრია მოქალაქე, რომელსაც რაღაცნაირად პროცესმა მიუხედავად იმისა, რომ მისი პროტესტი არ საწასულა, მაინც დაუკარგა რაღაცნაირად იმედი. ამიტომ შეიძლება იყოს მე ერთ გეტყვი, რუსუდან არსად არ იკარგება ეს პროტესტი, შეიძლება აქციაზე ეხლა უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ესე იგი თავიდან იყო, მაგრამ არ არის ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელია ამ პროტესტმა, რომელიც ახლა საჯარო მოხელეების განთავისუფლებას, რომელიც ამ დაპატიმრებულ, დაჯარიმებულ, ესე იგი რაღაცა ტიპის შეურაცხყოფა მიყენებულ ადამიანებსო და რომელიც ესე იგი აგერ კანონები, რომლითაც თავისუფლებებს კიდევ უფრო მეტად ზღუდავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელია. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არის ჩამოყალიბებული. ძლიერი სამოქალაქო განსხვავებით ბელარუსისგან, განსხვავებით რუსეთისგან. ამიტომ ასე ადვილი არ არის აქ, რომ შენ ახლა თუნდაც 1 და 2 თვის ან თუ გინდა 1 წლის განმავლობაში თაობაა მთელი მოსული, რომელიც თავისუფლებაში გაიზარდა. მათ აუწყოთ ფეხი, ასე. თავისუფლებაში გაიზარდა და არ დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე, რუსეთი მტერია, ასეთ ვითარებაში გაიზარდა და გამორიცხული ამბავია. ამიტომ ვარ მე ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ შეუძლებელია ასეთი ტიპის საზოგადოებას თავს მოახვიო ისეთი საგარეო მიმართულება, რომელიც არის მისთვის მიუღებელი. და ბოლოს კითხავთ თქვენს ასევე 31 მარტზე სალომე ზურაბიშვილთან ბოლო შეხვედრაზე იყო თქვენი პარტიის წარმომადგენელიც მათ შორის და დაანონსდა 31 მარტს საერთო სტრატეგიული ხედვის წარმოდგენა. შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ და ზოგადად ამ საერთო საკოორდინაციო ფრონტს როგორ უყურებთ, რადგან აი თქვენამდე სტუმარი საუბრობდა, რომ ამას რაღაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას ახლა ოპოზიციაში. მოდი ამ ერთიანობაზეც არაერთხელ გვითქვამს და ეხლაც ვიტყვი რა.
ერთიანობის სურვილი ვისაც აქვს, ყველა შეუძლია გაერთიანდეს. თან ეს არ არის მარტო 4 პარტია დაუშვათ. იქ იყვნენ პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი. არის სამოქალაქო საზოგადოება, არიან ელემენტარულად ადამიანები, რომლებსაც თავისი პროტესტი გააჩნია. რაც შეეხება ჩვენ პარტიას, ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთ ერთობაში, სადაც უნდა დავждეთ ახლა გადაწყვეტილებები ერთად მივიღოთ, ეს პრაქტიკულად ერთპარტიული რაღაცა რეჟიმის გადასვლას ნიშნავს, თითქმის ეს კოორდინაციაზე მეტია. ჩვენ ვამბობთ, რომ კოორდინაციაზე მზადა ვართ, მოყვებით ყველაზე პარტიულ საკითხში, რომელიც არის რაც შეეხება გაერთიანება, ასეთი გაერთიანება ჩვენ მქონდა 2007 წელს, როდესაც 7 ოპოზიციური პარტია ვიჯექით და გადაწყვეტილებებს ღებულობდით, ისეთ გადაწყვეტილებებს 7-ისთვის იყო სავალდებულო შემდეგ იმის გაკეთება და ასეთი ტიპის ერთობას ჩვენ ეხლა არ ვაპირებთ და ვერც ვაპირებთ ამას. მეცაც გეტყვით, შეგახსენებთ ეხლა წინა საარჩევნოდ იმას ვამბობდით, როცა გაიმარჯვებს ოპოზიცია, ჩვენ არ ვაპირებდით ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მთავრობაში ყოფნას. ასეთი ის ქონდა და ეხლა არაფერი არ შეცვლილა ჩვენ დამოკიდებულებაში. ამიტომ მე ერთხელ ვამბობ, გაერთიანების სურვილი და უნარი ვისაც აქვს, ყველა გაერთიანდეს და ყველამ ესე იგი თავისი სტრატეგია რაღაც წარმოადგინოს. ჩვენ ხელს არავის პირიქით რაც შეგვეძლება მივეხმარებით, კოორდინაციაშიც ვიქნებით. ქალბატონ სალომესთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველ საჭირო მომენტში. გუშინაც იყო ჩვენი წარმომადგენელი დიკა ცკიტიშვილი იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ ბრძანებთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, 31 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს რეფერენდუმის დღეა, ვისაც არ ახსოვს უბრალოდ იმისთვის მინდა ვთქვა, რომ ეს რეფერენდუმი მარტო რეფერენდუმი კი არ იყო. ეს რეფერენდუმი იყო პირდაპირ დაპირისპირება მაშინდელ რუსულ იმპერიასთან, საბჭოთა კავშირთან, იმიტომ რომ 2 კვირით ადრე 17 მარტს გამოაცხადა რუსეთმა საკავშირო ახალი რეფერენდუმი, რომელთაც საბჭოთა კავშირი უნდა შეენარჩუნებინათ. 2 კვირის შემდეგ საქართველომ ჩაატარა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რაც იყო სილის გაწუნა პირდაპირ რუსეთისთვის. უნდა გითხრა და ეს მაშინ გაბედა ზვიად გამსახურდია, გაბედა მაშინდელმა პარლამენტმა, გაბედა მაშინდელმა ხელისუფლებამ რგვალი მაგიდის სახით და ეს იყო ბრძოლა, პირდაპირ ბრძოლა იყო თავისუფლება ცარიელ ადგილას თავისით არ მოსულა და ეს 31 მარტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ისეთი პოლიტიკური აქტი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში და ამიტომაც არის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის აღდგენის აქტი პირველივე პრეამბულაში მოხსენებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რამდენი ადამიანი გამოვა 31 მარტს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. სალომე ზურაბიშვილი გამოვა ამ დღეს და პრეზენტაცია, ასე ითქვა, პრეზენტაცია იქნება მას. ალბათ მარტო ის იქნება, ვინც წარმოადგენს, რა იქნება ეს? ახლა მიდის ამაზე მუშაობა, მე რასაც პრეზენტაციაზე წარმოადგენენ, იმაზე ახლა რო ვილაპარაკო არ გამოვა. მიდის მუშაობა. ჩვენი წარმოება, ახლა არჩევნები და პოლიტპატიმრები თუ არ იქნება, აბა რა იქნება ახლა ამაზე მნიშვნელოვანი 4 თვეა ლამის პროტესტი მიდის და ამაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ამ აქციას არ წამოუყენებია, რა თქმა უნდა, ეს თემები იქნება. ოღონდ რა ვიცი, ახლა სტრატეგია იმას ნიშნავს, რომ იქნება უფრო გრძელვადიან რაღაცა ხედვებზე დამყარებული ეს ყველაფერი. აი ამ გრძელვადიან ხედვებში თქვენ როგორ ხედავთ ვითარებას, როცა ქართული ოცნება ართმობს, იმიტომ რომ ეს ჯერჯერობით საერთოდ არ ჩანს, თუ კი დამეთანხმებით ოცნების პოლიტიკაში, რომ მას რაიმე მზაობა ჰქონდეს ახალი არჩევნების, გრძელვადიან ხედვაში 7 თვეში ახალი კალენდარული არჩევნებია და ეს შეიძლება იყოს ასევე საკითხი, რომელიც ერთგვარი დილემაც ოპოზიციისთვის, მართლაც დილემაა. როგორ ხედავთ თქვენ აქ ოპოზიციის მოქმედების არეალს? გრძელვადიან იმაში პერსპექტივაში ჯერ ერთი დაპირისპირება ეხლა და ამ დაპირისპირებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯერ ერთი რამდენად ჯიუტად დაიცავს თავის პოზიციას საპროტესტო მხარე და ხელისუფლება ჯიუტად რო დგავს, ხედავთ რა, ნერვების ომია. და იმას, რასაც თქვენ ბრძანებთ ეხლა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახლა ხელისუფლებას თუ დავაკვირდებით, იცახიან რომ აი ეხლა ამბობენ რომ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მერე მიიღებენ, აგერ ნახავთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი გამოდის და ნახავთ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გამოდის და ამბობს რომ ახლა ვინც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ასე იქნება, ისე მე გეტყვით ჩემს პოზიციას. ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი. ჯერ ერთი ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, პარტიაში როცა იყო საუბარი რომ აი ადგილობრივი არჩევნების თემა გააქტიურა ხელისუფლებამ და ჩვენ ამაზე რა უნდა
დავუპასუხოთ. ჯერ ეხლა პოლიტპატიმრებზე ვლაპარაკობთ და საპარლამენტო არჩევნებზე და თვითმმართველობის არჩევნებზე 7 თვის მერე რა იქნება, იმაზე ლაპარაკი კი არა, 2 დღის მერე რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, ისიც არ ვიცით ჯერ. ამიტომ ყველაფერზე არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ წავა. ამიტომ დღეს არა ვართ არანაირად ტიპის მზაობა არ აგვაქვს იმაზე, რომ ასეთი პასუხი ან ისეთი პასუხი გაგცეთ. ჯერ არ გვიმჯელია ამ თემაზე და ყველაფერს თქვენთან ერთად ღია სივრცეში, რა თქმა უნდა, ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ და ვიტყვით, როდესაც ამის საჭიროება იქნება. ერთი რამ არის ფაქტი, რომ მას უკვე დაწყებული აქვს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, ევროკავშირიც, ამერიკაც, ყველანი ველოდებით რა მოხდება ამ საშინელ ბარბაროსულ ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული ამაზე და ამიტომ საერთაშორისო ფაქტორის გავლენა საქართველოში შიდა პოლიტიკაზე დღეს არის იმაზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე როდესმე ყოფილა.